ჯობს და გვიან ვიდრე არასდროს, მართ სახელმწიფომ დღეს დაიწყო ქმედითი მექანიზმების შემუშავება სწორედ ამ შავი ფულის წინააღმდეგ, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში არის გადანაწილებული ბატონო ნიკოლოზ და მინდა გითხრათ, რომ რაღაც სულ ცოტა დარჩა იმას, რომ ეს შედეგს გამოიღებს და დარწმუნებული ვარ მე, რომ ყველაფერი ამ ქვეყანაში იქნება გამჭვირვალე და არანაირი სივრცე იმ ჯგუფებს, რომელიც აქ რაღაც დესტაბილიზაციას, არეულობას, საზოგადოების რაღაც წამოკიდებას და რაღაც სულ ქვეყანას მუდმივ დესტაბილიზაციის რეჟიმში ყოფნისკენ წირავენ, მათ არაფერი აღარ გამოუვათ. საბოლოო ჯამში ჩვენ ქვეყანა დარწმუნებული ვარ გავა სამშვიდობოს, სწორი პოლიტიკით, თანმიმდევრული ეფექტური პოლიტიკით, რომელიც დღეს ჩვენ ვადევნებთ თვალს და დღეს ვხედავთ. არანაირი ვერცეთი მიმართულებით ამ ადამიანებმა ვერ იპოვეს სასაყდენი ბატონო ნიკოლოზ და ეს გამოწვეულია არა მარტო იმიტომ, რომ მათ თქვათ რაღაცა კაი ლოზუნგები არ აქვთ, მათ თქვათ რაღაცა კაი რაღაც დაფინანსება აკლიათ, ან რაღაცა ის ტელევიზია ინფრასტრუქტურა არ აქვთ. თავარი ვერ იპოვეს ის, რომ მათ არ აქვთ არგუმენტი, რა სიტყვის ეს ხალხი, რატო ითხოვს, რა მტკიცებულებები აქვთ იგივე არჩევნებთან გაყალბებაში, რა მტკიცებულებები აქვთ იგივე სადმე შეჩერდა და ევროპული კურსი რაღაც კითხვის ნიშნის დღეს ქვეშ დგას და არც ერთი ამ მიმართულებით მათ ვერსეთი ნორმალური არგუმენტი არ აქვთ წარმოდგენილი. მხოლოდ საუბრობენ იმაზე, რომ რაღაც მოლაპარაკების გადავადებაზე არის ჩაჯდებული, ეს წინააღმდეგი არიან თქვათ ევროპული ინტეგრაციის გაგრძელების და როცა ხედავ, რომ ის მეორე მხარე ამას იყენებს ბოროტი არ აღათ, როდესაც იყენებს რაღაც დესტაბილიზაციისთვის, რაღაც სამათხოვროდ გამყოფეს საკუთარ კარებთან, რაღაც კანდიდატის სტატუსი მოხსეს, მე რაღაც მოლაპარაკებების პროცესში ჩაგრთოს, რაღაცა და რეალური შედეგი აქ ამ მიმართულებით არ იდება და მხოლოდ ეს რაღაცა აქ ჯგუფებისთვის რაღაცა დამატებით ხიდის გასადებად გამოიყენება, რომ აქ მათ კონდეთ რაღაც ბერკეტი მეტი დესტრუქციის, მეტი დესტაბილიზაციის. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პოლიტიკა არის მიმაჩნია სწორი და გამართლებული და ღირსეულიც. როდესაც დააფიქსირეს პოზიცია, რომ სანამ ეს პოზიცია ექნება დასავლეთს ჩვენთან მიმართებაში, სანამ ეს პოლიტიკა იქნება და არ გადაიხედება, მანამდე შევაჭროთ მოლაპარაკება. რა არის აქ გაუგებარი, ან რა არის აქ ეს არის ნებისმიერ თამოყვარე სახელმწიფოს დააფიქსირებდა ამ პოზიციას, რომელიც დღეს გვაქვს და ნებისმიერ თამოყვარე სახელმწიფო იმ ელჩებს კიდე, რომელიც აქ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, გაუყენებდა საკუთარ იმას, რა ქვია, დააბრუნებდა საკუთარ ქვეყანაში. მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო მაინც რბილი ძალით ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას, გერმანიის ელჩს, იმ ბრიტანეთის ელჩს, რომელიც აქ პოლიტიკაში შერევიან და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და სხვადასხვა წამახალისებელ როლს ასრულებენ. ხარდასაჭერად აქ პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაციის, ხო, ნებისმიერ სახელმწიფო ამათ შესაბამის პასუხს გასცემდა.